მე აღმოაჩერო ჩვენ რამდენად უკან ვართ. თვალებში რო სიცარიელეს ხედავ, ეგ მომენტი მქონდა დარწმუნებული ვარ მეც თავიდან. როგორც წესი უნდათ პასუხი კი ან არა. ცოტა სხვა თვალით უყურებენ ყველაფერს. ცდილობენ რომ კონტენტი წაიყვანონ სხვისი დაკნინების ხარჯს. სწავლების ნაწილში ან სადღაც არის პრობლემა. მომიჯნავე პროფესიები, იქნება ეს მედიცინა, იქნება ეს ნუტრიციოლოგია, სად გადის სხვა. რა გამოწვევების წინაშე დგას უშუალოდ ეს ინდუსტრია ფიტნესის და რა არის ის ნაწილები, რაზეც საუბარი ღირს უკვე და საჭიროა, რაზეც ხშირად არ საუბრობენ თუნდაც. ასე მარტივად რო დავიწყოთ და მერე გავყვეთ. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ესე იგი მე გარდა იმისა, რომ ამ სფეროში რაღაც ესე პედაგოგიურად მოღვაწეობ, ასევე ჩემი დარბაზების ქსელი მაქვს, ხო? და ზუსტად ეს გამოწვევები საიდან მოდის, ვუყურებ დარბაზიდან გამომდინარეც. გამოწვევა ალბათ ბევრი არის, მაგრამ აღნიშნავდი იმას, რომ რაღაც ეტაპზე გახდა ინფორმაცია ძალიან ზედაპირული. სულ ვიძახი ხოლმე, რომ კონტენტ კრეატორები, რომელიც ფიტნეს მიმართულებით მოღვაწეობენ, ცდილობენ, რომ ინფორმაცია ზედმეტად გაამარტივონ და ისაუბრონ იმაზე, რასაც მარტივად იჭერს ყური. შესაბამისად, სიღრმეში წავს, ხოლმე არავის აღარ უნდა. მივედი დარბაზში, უნდა ვივარჯიშო ესე, გავაკეთო ეს, მაგრამ რას რატომ ვაკეთებ? თანმიმდევრობა როგორი უნდა იყოს? გრძელვადიან პერსპექტივაში რას მომცემს? არის თუ არა ღირებული კონკრეტულად მე რო ეს ერთი მიმართულება მარტო ავირჩიო, ამაზე არავინ არ საუბრობს რა. და მეორე გამოწვევა ალბათ ის, რომ ძალიან მჭიდროდ დაკავშირდა კვებითი ჩვეულებები ვარჯიშს და კვებით ჩვეულებებთან მიმართებაშიც ძალიან ზედაპირულია ინფორმაცია რა. ძალიან ზედაპირული არის, იმიტომ რომ ეს არის ცალკე ძალიან ღრმა სფერო, რომელიც მოიცავს ცალკე განშტოებებს. პირობითად რო ვიღოთ ნუტრიციოლოგია, რომელიც არის სპორტული, ნუტრიციოლოგია, რომელიც არის მედიის, ნუტრიციოლოგია, რომელიც არის კლინიკური და ასე შემდეგ რა. ამას აქვს თავისი სიღრმეები უჯრედულ დონეზე და ზედაპირული ინფორმაცია ვერასდროს ვერ მოგცემს შენ პასუხს კითხვაზე, ამას რატო ვაკეთებ, ამას რატო მივირთმევ, ამას რატო ვარჯიშობ. სიღრმე აკლია. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის პირველ რიგში. მაგაზე ერთადერთი რის თქმა შემიძლია არის, რომ ხშირად არის მე ახლა პოდკასტების რილსებს ხოვდებ, რილსში ახლა შენ რასაც ისაუბრებ თუნდაც 5-10 წუთის განმავლობაში, იქ 1 წუთი რო უნდა დაიდოს, ხშირად არის ხოლმე რომ კომენტარი აქვთ ან არასწორად ამბობს, ან თუნდაც ის რომ საკმარისად ინფორმაციას არ გაწვდის და მაშინ გავიაზრე რა, რამოდენიმეჯერ გავბრაზდი რომ იწერდნენ რა. და რაღაც პერიოდის მერე გავიაზრე, რომ იმიტომ კი არ წერენ, რომ არასწორ ინფორმაციას ვაწვდი, თუნდაც აქ შენზე ან ჩემზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩემს ვიდეოზე თუნდაც. არამედ 1 წუთში იმ ინფორმაციას სრულად ვერ ჩავატევდი ხოლმე და მერე ყველას იმას არ უწერდი, რომ იცი რა რაღაცა, ვეუბნებოდი, რომ აი სრულ ვიდეოს უყურე და რამე მსგავსი. და ჩემი აზრითაც იდეაში მაგ ზედაპირულობის ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის რა. მაგის მერე მოვრჩი ხოლმე, რომ აი ჩამეტია 1 წუთში რამე მსგავსი. ამიტომ მარტო თემის ნახევარს ვატევ და არ ვჭრი თემას მოკლე წინადადებებად. თუმცა დღეს ბევრია ეგეთი. და მე ეგ ხშირად მაბრაზებს ხოლმე, თუმცა მაინც ვცდილობ რომ ეს სოციალურ ქსელებში ბრაზი ნაკლებად გამოვაჩინო. ვცდილობენ რომ აი ისეთი რაღაც თქვან, რაც ადამიანის ყურს მოხვდება, რომ იმან არ გადაახვიოს ან სხვა ვიდეოზე არ გადავიდეს თუნდაც და რაღაც მსგავსი, რამაც საბოლოო ჯამში ხარისხი უფრო გააფუჭა და გამოიწვია თუნდაც ის რომ დამოკიდებულება ადამიანების ვინც ფიტნესში არ მონაწილეობს, უფრო ზედაპირული არის და უფრო მარტივი გონიათ ყველაფერი, ვიდრე სინამდვილეში არის. მოსწავლეებიც რომ მოდიან ჩემთან, ხშირად არის ხოლმე რომ გონიათ რომ ძალიან მარტივ რაღაცას ვაკეთებ. იმ დღეს მოსწავლემ ეუბნებოდა რა, კვებაში ეს რო შეცვალე, ცილა რო ცოტა ნაკლები მაქვს ახლა რაღაცაო და მეთქი, ახლა ეგ რო აგიხსნა მე შენ დამჭირდება ერთი 25 წუთი უბრალოდ კვების შესავალი რო აგიხსნა მეთქი და მოდი ცოტა ხანი მენდე და მე ნელ-ნელა შეიძლება ესე მიხვდე მეთქი. ან მიგახვედრო კითხვებს რო დამისვე, მაგრამ ესე ზოგადი კითხვით რო ეს რატო შეცვალე, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ისაუბრო. ხო, როგორც წესი უნდათ პასუხი კი ან არა. სამწუხაროდ კი ან არა არ არის ხოლმე რა პასუხი. ხშირ შემთხვევაში. მაშინ მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ამ ზედაპირულობის ნაწილს ნელ-ნელა ჩვენ ჩავუხრმავდეთ. პირველ რიგში მაინტერესებს
რაზე უნდა იყოს ორიენტირებული დამწყები, პროფესიონალი თუ უბრალოდ ფიტნესით დაინტერესებული ადამიანი, სტანდარტული ადამიანი, რო ვთქვათ, რომ სწორად განივითაროს ფიტნეს ჩვევები თუნდაც კვების მიმართულებით, ან ვარჯიშის მიმართულებით, თუნდაც ან პირდაპირ სპორტსმენზე რო ვთქვათ რა. იმიტომ რომ ზოგიერთი ორიენტირებულია ვთქვათ ზომაზე, ზოგიერთი ორიენტირებულია ვარჯიშის დატვირთვაზე, მაგრამ პროფესიონალის გადმოსახედიდან რო ვთქვათ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ან როგორი უნდა იყოს ჩვენი შეხედულება ან აზროვნება ფიტნეს როცა ეხება პროფესიულად ან მოყვარულის დონეზე. გასაგებია. მოდი გავყვეთ ახლა ესე. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ სისტემური მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთანაც ანუ ადამიანს აქვს 12 სისტემა და ქვესისტემები. შესაბამისად, მე აქედან ამოვიღო რომელიმე ერთი სისტემა, პირობითად საყრდენ მოძრავებელი და ვთქვა, რომ მე ამას უნდა მივხედო უკვე შეცდომა, ხო? იქ საწულის მონელებელი სისტემა, გულსისახთო სისტემა და ანუ ერთობლიობაში ადამიანი უნდა განვიხილოთ ესე რომ ეს არის სისტემური ტიპაჟი, რომელსაც ერთობლიობაში ჭირდება მიხედვა. იქნება ეს სპორტსმენი, იქნება ეს უბრალოდ დარბაზში მოსული ადამიანი, რომელსაც სურს რომ რაღაცა მიზნებზე გავიდეს, თვითონ უნდა შეხედოს ესე რომ ეს არის ჯანმრთელობის ხაზი. ჯანმრთელობის ხაზზე გამავალი რაღაცა გზა. სადაც დამწყებმა ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მისი მყესები, სახსრები, იოგები, გულსისახთა სისტემა ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს და რაც შეეხება სპორტსმენს, აქ ცოტა სასწორზე ძალიან ბევრი რაღაცა დევს ხოლმე, ჯანმრთელობის ხარჯზე, როგორც წესი, ვაკეთებთ ცოტა ისეთი ნაბიჯებს გავთ ხოლმე, რომ სასწორზე დევს მედალი, მოდი ესე ვთქვათ. ამ მედლისთვის სპორტსმენი ძალიან ბევრ რაღაცას თმობს, მაგრამ აქაც არის ანუ ჭკვიანი სპორტსმენი და სპორტსმენი, რომელიც ეს თავდადებული არის და არ უყურებს იმის იქით რა ხდება. ჭკვიანი სპორტსმენები როგორც წესი, ზუსტად ესე სისტემურად უყურებენ, რომ დღევანდელი იქნება ეს მატჩი, იქნება ეს ორთაბრძოლა, იქნება ეს თუ მედალი, ამის იქით კიდე მაქვს მე მედალი მოსაგები, ამის იქით კიდე და რაც უფრო ხანგრძლივად ვიდგები პედესტალზე, ერთი რომ ჩემთვის არის ეს ძალიან კარგი როგორც სპორტსმენისთვის და აი იმისთვის რომ აი ამ პედესტალზე დიდხანს ვიდგე, მე ჩემს ორგანიზმს უნდა შევხედო როგორც სისტემურ რაღაც მოწყობილობას. ანუ სულ უნდა მქონდეს წყორში აი ყველაფერი ის რაც ეგან ჩამოვთვალეთ. აქ ახლა შემოდის ხოლმე მეორე მომენტი სავარჯიშო მეთოდიკა, თუ ვარჯიშ ვეხებით, სავარჯიშო მეთოდიკა და მათი სწორად განსაზღვრა, ხო? ახლა ნუ ესე რომ შევხედოთ არის ექსცენტრიკა, არის კონცენტრიკა, არის ბალისტიკა, არის მთელი ჩამონათვალია, ხო? პრინციპები, რაზეც დგას მე უკვე ჩაშლილი ქვემოთ უკვე სპეციფიკები. აი ეს პრინციპები, რასაც ეყრდნობა ზოგადად სავარჯიშო სისტემები, შემთხვევითი არ არის და თითოეულს აქვს თავის პოზიტიური და ნეგატიური მხარე და ნებისმიერი წყარო, ეხლა საინფორმაციო წყარო რო ავიღოთ, ყველგან არის მითითებული, რომ კი ბატონო, ექსცენტრიკა პირობითად კარგი არის იმისთვის, რომ ნეგატიურ ფაზაში მოხდეს რაღაცა ძალის მაქსიმალური განვითარება და დაძაბულობა, მაგრამ მისი უარყოფითი მხარე არის პირობითად ის, რომ რაღაც ეტაპზე კუნთის და გაჭიმულობის გაწევლის ფაზაში გადადის დატვირთვა მყესზე. შესაბამისად, მას სჭირდება დროში კონტროლი. ანუ აი ამ მარტივ მოცემულობებს, რომელსაც გთავაზობს თეზისების სახით თვითონ მეთოდოლოგია თუ დაალაგებ კორექტულად და მაკრო მიკროციკლებად დაყოფ, აი და იტყვი რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მე უნდა მქონდეს ესეთი გზა იმისთვის რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნო, როგორც წესი მე უკვე შორტს მიდიხარ და საერთოდ აღარ ფიქრობ იმაზე რომ ეხლა მე რაღაცა შემთხვევით ტრავმა არ შემხდეს ამ გზაზე. მივხვდი ლოგიკას. სრულად გეთანხმები რა თქმა უნდა. პირველ რიგში ხაზს გაუსმევ, რომ იდეაში 12 სისტემა ახსენე და გამახსენდა უშუალოდ 12 რაუნდი. და კითხვებზე კითხვებს ცოტა გადავალაგებ, რადგან წინაზე ეხა თაზოსთან ვისაუბრეთ ჩვენ, რომ არაკომპეტენტური ხალხი ცოტა ხშირი წამოვიდა, დამოკიდებულება ფიტნესზე შეიცვალა და კითხვა ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერ გადავალ უშუალოდ ინსტრუქტორების ნაწილზე, რადგან ეს კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დიალოგიდან ჩემთვის. მართლა ბევრი არის არაკომპეტენტური, არ ვიტყვი რომ მე 100%-ით კომპეტენტური ვარ, ან ვინმეს კომპეტენციას არ შევეხები, მაგრამ
მოკლედ სკოლებზე რო ვისაუბროთ პირველ რიგში, შენ სკოლაზე თუნდაც იმ გაგებით, რომ ეხა მე გავიარე სხვაგან და არ დავიწყებ არსენას სკოლაზე საუბარს, შენ სკოლაში ასე ჩაძიებული არ ვარ, თუმცაღა ფაქტი არის, რომ სწავლების ნაწილში ან სადღაც არის პრობლემა, ან უბრალოდ უშუალოდ ტრენერებში არის პრობლემა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გააქვთ რა. და მინდა როგორც მასწავლებლის ან დამრიგებლის მხრიდან პირველ რიგში გითხრა, რას ასწავლი და რა არის ტრენერისთვის მნიშვნელოვანი, რომ ხარისხიანი იყოს, რომ მერე მაყურებლებიც, რომლებიც მომხმარებლები იქნებიან მომავალში და ტრენერთან მივლენ, გარკვეულწილად იცოდნენ, რომ აი თუნდაც შენთან რო გაიარა და 12 რაუნდში რო გაიარა, სანდოა თუნდაც ან რამე მსგავსი და ტრენერის გადმოსახედიდან ვინც უყურებს, იცოდეს, რომ დამოუკიდებლად რომ მიდის ადამიანთან გარკვეულწილად როდის უნდა შეძლოს. მე მაგალითად რო გავიარე, როგორც წეღანა აღნიშნე, 2 წლის განმავლობაში იმის მიუხედავად რომ გავიარე, სერტიფიცირებული ვიყავი და დარბაზ შემეძლო მუშაობა დამეწყო, მაინც არ მივსულა, იმიტომ რომ იქამდე მივარჯიშია, ჩემი სხეული ვიცოდი, რომ ვიღაცის სხეულზე უკვე რო იღებ პასუხისმგებლობას, რაღაც კითხვის ნიშნები მით უმეტეს დიდი არ უნდა გქონდეს ჩემი აზრით რა. და ბევრი ყოფილა ტრენერი, რომ რაღაცაზე საუბრობს და წარმოდგენა არ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს მაგ ყველაფერს და უბრალოდ აი თითქოს წინადადება წაიკითხა და მორჩა. აი უცხო ენა რაღაც რო წავიკითხო ფრანგულად სწორად, მაგრამ არ ვიცოდე აზრი რა დევს. ბევრი შემხვედი რა 12 რაუნდში ვისაც გაუვლია და სხვათა შორის ყველა ძალიან კმაყოფილია არა მხოლოდ ხარისხზე მაქვს საუბარი, არამედ ინფორმაციის გადაცემის კუთხითაც. იმიტომ რომ თუ ინფორმაცია სწორად არ გადაცემ, შეიძლება უთხრა, მაგრამ ვერ გაიგოს ან რამე მსგავსი. მაგიტო იყო შენთან დიალოგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა, რომ შენი სწავლების ხარისხი ძალიან მომწონს იმ ხალხთან რომ ვსაუბრობ ხოლმე, ვინც თუნდაც ეხლახანს გაიარა, არ მაქვს ის მომენტი, რომ რაღაცები არ ესმის და მე რო ამდენი ხანი უკვე რაღაცებს ვკითხულობ და ვკითხულობ, ისეთ ადამიანთან არ ვსაუბრობ, რომელიც მხოლოდ წიგნის ყდაზე, რომელსაც მხოლოდ წიგნის შესავალი აქვს წაკითხული. შეგიძლია ჩაშალო კი მთლიანად? ბატონო, მიხარია პირველ რიგში ესეთი შეფასება. მ, აა, დავიწყებ იმით, რომ არაკომპეტენტურობას შევხვდებით ყველა სფეროში. აქ არის ორი ესეთი მოცემულობა. ერთი, მე შენ რა გასწავლე, სად დავიხარჯე მაქსიმალურად და მეორე, შენ რა წაიღე. აქ არის ხო, ზოგად უნარებზე არის უკვე საუბარი, რომ მე სულ ამას ვსაუბრობ ხოლმე, რომ ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი არის და მენანება, როდესაც გამოცდის ნაწილში მივდივართ, იქნება ეს თეორია, იქნება ეს პრაქტიკა თუ სავარჯიშო პროგრამის შედგენა და შენ იცი, რომ მაქსიმუმი გაქვს გაკეთებული, თითო ლექცია გრძელდება 3 საათი ნუ შესვენებებით. და ამ დროს იქიდან ვერაფერი ვერ წაიღო. ანუ საკუთარი თავის მიმართ გაქვს, მე იქნებ რაღაცა დავაკელე, მაგრამ ნუ ყველა ის კომპონენტი, რითიც სწავლება ხდება, სკოლაში ჩადებული არის და გვაქვს 3 მიმართულება. პირველი ეს არის საბაზისო, რომელიც არის დამწყებისთვის. ანუ ნახე ადამიანი, რომელიც დარბაზში ვარჯიშობს, აღარ უნდა მწვრთნელი, ან თუნდაც უნდა რომ რაღაცა გაიგოს ამ სფეროს სამემართებაში. აქ, რა თქმა უნდა, მწვრთნელობაზე პრეტენზია იმ მომენტში არ არის. როგორც წესი, მე იქ არის ნაკადი, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ ამ სფეროში თავი დაიმკვიდრონ. კომუნიკაცია გვაქვს ხოლმე ამ ადამიანებთან ესეთი, რომ ინდივიდუალურად ბოლოს არის ხოლმე, რომ აი შენ პირობითად 1-6 თვე, შეიძლება 8 თვე დაგჭირდეს საკუთარ თავთან მუშაობა ვარჯიში, აი აქედან ეხლა რა ინფორმაციაც წაიღე, აი ეს კუნთები სად გაქვს, რომ შეიგრძნო და მე თუ გაგიჩნდება სურვილი რომ გახდე მწვრთნელი და ამ სფეროში, გინდა ჩვენ სკოლაში მოდი, გინდა სხვა სკოლაში წადი, რომ უკვე ჯერ საკუთარ თავზე იპოვო, სად გაქვს პირობითად დიდი მრგვალი კუნთი, პატარა მრგვალი კუნთი, ხო? მეორე მომენტი უკვე მწვრთნელის რაც არის, ეს არის ცოტა ესეთი, რა ქვია, ვრცელი მასალა არის, სადაც მათ შორის აი ბევრისთვის მიუღებელი არის ხოლმე ფარმაკოლოგიის ნაწილი, მაგრამ აქაც მე ვიძახი, რომ სწავლა მე ვასწავლი. ანუ გამოყენებას კი არ ვასწავლი, მე ვასწავლი რისთვის შეიქმნა. რა აქვს საფუძველი, სამედიცინო საფუძველი რა აქვს ამ იმას. იმიტომ რომ დარბაზში გინდა არ გინდა ამას გვერდს ვერაული, ვიღაცა ყოველთვის არის ხო, რომელიც ამაზე კითხავს და წარმოდგენა ამის შესახებ უნდა გქონდეს. ერთია შენ რას კითხავ ხელოვნურ ინტელექტს და იქ რა პროგრამას დაგიწეს და მეორეა რეალური გამოყენება, რეალური მიზნები და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ამ ნაწილსაც ვეხებით ხოლმე. ნუ ანატომია საკმაოდ ღრმად გავდივართ, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად არ არის ის მომენტი, რომ ჩონჩხი
ჩონჩხი არის საძირკველი, ხო? ჩონჩხი უნდა იცოდეს ძალიან კარგად, ანუ რაში მონაწილეობს მეტაბოლური პროცესებიდან დაწყებული, მასზე არის მიმაგრებული კუნთი, ხო? ეს არის პასიური ნაწილი, კუნთი არის აქტიური ნაწილი. კუნთების ნაწილზეც რო გადავდივართ, იქ ეხა მაგალითად კისერში 55 კუნთი რო არის, ის არ ჭირდება მწვრთნელს. არასდროს არ დაჭირდება, მაგრამ ვიღაცა ვინც იცახის რომ მე იცი რეაბილიტაციის მიმართულებით სამომავლოდ ფიქრობ, ეს ოკეი, ვეუბნები რომ აი აქ ეს კუნთები არის, ესე ქვია. და შენ თუ გადაწყვეტ რომ რეაბილიტაციის მიმართულებით ოდესმე წავხვი და იქ ცალკე რაღაცები დაგჭირდება რა. გავდივართ საკმაოდ ღრმად ამ ნაწილს, ну თავისთავად დანარჩენი პროგრამა რაც არის სტანდარტული რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში აღებული, იმიტომ რომ ესე ადამიანი რომელიც გზააბნეული მოდის თulis რომ იცი ძალიან კარგი ხბეს ხო წარმოუდგენია რომ თეთრი ხალათით დაკუნთული ტიპი რომელსაც აქვს ყველაფერზე პასუხი რომელიც არის ექიმიც მოძღვარიც და ასე შემდეგ ხო ფსიქოლოგიც რაღაც მომენტში მზარეულიც და ასე შემდეგ და მე ვცდილობ რომ მწვრთნელებს ვასწავლო გავუმიჯნო სად არის პირობითად მომიჯნავე პროფესიები იქნება ეს მედიცინა იქნება ეს ნუტრიციოლოგია სად გადის ზღვარი მწვრთნელსა და აი ამ სფეროებს შორის რა თქმა უნდა ის რომ წარმოდგენა უნდა რაც მეტი იცი კი ბატონო მით რომ დიდარი ხარ მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეს იმაზე რა როგორ მუშაობს ნუტრიციოლოგიის მიმართულებით ამას რა თქმა უნდა ვასწავლით მაგრამ ცალკე კიდე გვაქვს სპორტული ნუტრიციოლოგიის კურსი რომელსაც ვწევნები რომ შენ თუ ღრმად გინდა ეს ყველაფერი ისწავლო არ არის ეს 4 ლექციის თემა ეს არის ნუ 16 დიდი თავია რომელიც საჭიროების მონელებელი სისტემიდან დაწყებული რო ვიწყებ ძალიან ესე უჯრედულ დონეზე ჩავდივართ თუ მეტყვი რომ შენ ეს გაინტერესებს მართლა გაინტერესებს მოდი ნუ თან იქ სპორტსმენებსაც არის გასვლა და მწვრთნელების იმიტომ რომ დამწყები ადამიანი რომ მოვიდეს ამ კურსზე სპორტულ ნუტრიციოლოგიაზე ვერაფერს ვერ გაიგებს რთულია ძალიან რთულია ხა და ნუ მიმართება მაქვს ზოგადად ესეთი რომ ანუ სკოლის იდეაც აქედან გაჩნდა საერთოდ რომ მწვრთნელები რომლებიც თუნდაც ჩემ დარბაზში მყავდა ხოლმე ყოველთვის მინდოდა რომ ძალიან კომპეტენტურები ყოფილიყვნენ ეხლა კრივი სპეციფიკა იყო თავიდან ჩვენთან დღემდე არის მაგრამ ფიტნესიც დაემატა ხო და მე მინდოდა რომ კრივის მწვრთნელს ცოდნო და პირობითად როდესაც აკეთებს პირდაპირ დარტყმას თუ ასე შემდეგ რომელი კუნთები მონაწილეობს რომელი მყესებზე მოდის დატვირთვა რა პრევენცია უნდა კონდეს დარტყმა საიდან მოდის ეს იციან გადასარევად მაგრამ რომელი კუნთები მონაწილეობს ამ იმაში ხო და ამიტომ რაღაცნაირად პროგრამა თუ სადმე განსხვავებული გვაქვს ეს არის ფიზმომზადების ნაწილი რაც გვაქვს ჩადებული და რეაბილიტაციის ანუ პირველი ის რაც არის რა ქვია პირველი ლეველი რაც არის საფუძველი რა მოძრაობები რა კავშირშია პირობითად ფიზმომზადება და რეაბილიტაცია რითი გავს რა მსგავსებები არის ამ ყველაფერში აი ამას გავდივართ ხოლმე რა მადლობა პირველ რიგში პასუხისთვის ძალიან ამომწურავი იყო და მადლობა იმისთვის რომ ეგრე ღრმად მიყვები მაგ ყველაფერს ეხლა მე რო გავიარე მაშინ შედარებით პირველი ნაკადის ვიყავი და უფრო ნაკლები გამოცდილება იყო მაგ ყველაფერში სიმართლე რო გითხრა მაშინ რო ყოფილიყო ეს სპორტული ნუტრიციოლოგია ან ღრმა სწავლებები აუცილებლად გავივლიდი რა იმიტომ რომ მარტივად რო თქვა იმ დონემდე ეხლა რა დონეზეც მოვედი მე წლები დამჭირდა რომ მეკითხა სხვადასხვა ენაზე თუნდაც ეხლა ქართულადაც ბევრი ინფორმაცია არის და წიგნებიც ასე თუ ისე ნელ-ნელა მოიპოვება მაგრამ არაფერი არ იყო აი არაფერი არ იყო და ან ინგლისურად ვკითხულობდი რუსული კარგად რო არ ვიცი რუსულ წიგნებიდან ვიღებდი ხოლმე სტატიებს ვაგდებდი Google-ში ვათარგმნინებდი და მე იქიდან ვიგებდი შინაარს იმიტომ რომ Google-იც კარგად ვერ თარგმნიდა რა მახსოვს პირველი 3 წელი მოკლედ ძალიან ცუდად გავიარე მე ბიბლიოთეკა მომიწია გაწყვეტინე ბოდიშე მე ამ სფეროში ანუ ვარ 95 წელს დაიწყო სამჭიდით რა ანუ რასაც კი არ კინასთან შეხება ხო რკინის სამყაროსთან და საკუთარ თავზე გამოვლილია რაღაცა ისეთი кейსი მქონდა რომ ჰეპატიტი რომელიც ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა დამმართნოდა და კითხვის ნიშნები გაჩნდა მან რომ რატო აქედან დაიწყო ალბათ უკვე ბიბლიოთეკებში ძებნა ინფორმაციის მაშინ ინტერნეტი საერთოდ არ იყო საქართველოში ეს პერიოდია და მეც რუსულად მიწევდა იმიტომ რომ ინგლისურადაც არ იყო ეხლა სხვა ენაზე საერთოდ ინფორმაცია არ იყო და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა შევკარი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მაინც მომიწია რუსულ ენაზე, ანუ კონკრეტული მიმართულებით, ანუ სწავლა, 3 მიმართულებით ვისწავლე და
თავმოყრილი ერთობლივი ინფორმაცია კიდე სხვა არის, იმიტომ რომ გაფანტული როდესაც არის, ანუ ნახე ადამიანი რომელიც მოდის დარბაზში, ის ფიქრობს, რომ უბრალოდ წნელობის სურვილი როცა აქვს, ფიქრობს, რომ ისიც უნდა იცოდეს, ისიც უნდა იცოდეს, ისიც კავშირშია, მაგრამ რეალურად არ არის ხოლმე კავშირში. ხო, და წეგან კითხვის ნაწილში გამორჩა ის, რომ შენ თქვი რომ აი 2 წელი ადამიანებს საერთოდ არ ვეხებოდი, არ ვარჯიშებდიო. ანუ ეგ პრაქტიკაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სულ ვიძახი, რომ თეორია ერთია, პრაქტიკა მეორეა რა და მეორე თუ პირველი კიდე საკითხია, იმიტომ რომ ერთია მე თეორიაში როგორ ვისწავლე. თეორიულად მე შემიძლია რომ ლანცეტით კითხა როგორ უნდა გაიჭრას რა. მაგრამ პრაქტიკაში ეს არ გამიკეთებია. შესაბამისად მე ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ ეს ესე უნდა იყოს. თეორიაში ვიღაცამ შეიძლება იცოდეს რომ გდება უნდა შესრულდეს ესე. მაგრამ რო ავიღოთ ძიუდოისტი რომელიც ამას ტატამზე ასრულებს, იმაზე კარგი შეგრძნება თეორეტიკოს ვერ ექნება. ამიტომ პრაქტიკული ნაწილი სულ ვიძახი რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა. პრაქტიკული ნაწილი ვისაც აქვს, რაღაც ვარჯიშობს 2 წელი ან თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა რაღაცა სტაჟი აქვს, ისეთი ადამიანი რომელიც მოდის სკოლაში სასწავლებლად, ბევრად მარტივად იგებს რაღაცებს. ბევრად მარტივია მისთვის უკვე რაღაცების გავლა, ვიდრე ჯერ თეორია და მასზე დავაშენე პრაქტიკა. ნუ იდეაში სწავლების მეთოდია ესე არის ხოლმე ჯერ თეორია მერე პრაქტიკა, მაგრამ ნუ ჩვენ სამყაროში საპირისპიროა, კი ბატონო. კი, აი ზუსტად ეგრე გავიარე ეგზამენს რა, ვისწავლე, მე ინტერესის გამო დავიწყე, მე რო ვისწავლე პირიქით უფრო მეტი რო ვიცოდი მაგას, მეთქი აი ეს თუ ვიცი, მოდი ახლა ეს ვნახოთ როგორ მუშაობს და ეგ 2 წელიწად ნახევარი 3 წელი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ოფიციალურად ესე ფიტნესით და ინსტრუქტორი ვარ მეთქი, არა, უბრალოდ მეგობრებს რჩევებს ვაძლევდი ხოლმე რა. და წაკითხulis შინაარსი, აი მაგ 2 წელიწად ნახევრის მერე გავიგე ოფიციალურად რა როგორ მუშაობს, რატომ მუშაობს, ესე რატოა და თუნდაც ეგ კითხვას რო გისვავენ, შეიძლება ვთქვათ წავიკითხო რაღაცა რისთვის და რატო ხდება და როგორ მუშაობს, მაგრამ გააზრებული არ მქონდეს და ვერ ავუხსნა ეგ ყველაფერი და უბრალოდ უთხრა ეს წესი დაზეპირ იმაში რო ვიცოდით რა ქვია, სკოლაში რო ვიცოდეთ ზმნა რა არის და ერთ პერიოდში ანუ მე-5 მე-6 კლასამდე ზმნა არ ვიცოდი რა იყო, უბრალოდ ვიცოდი რომ ეს უნდა მეპასუხა. მორჩა. და მე გავიაზრე, ზუსტად იგივენაირი არის ბევრში, ანუ თვალებში რო სიცარიელეს ხედავ, ეგ მომენტი მქონდა დარწმუნებული ვარ მეც თავიდან. მაგიტო არ მინდოდა რომ მიმეღო დიდად მოსწავლეები. მაშინ მოდი მაგ გზას გავყვეთ იდეაში, ოღონდ უკვე შენი მაგალითით. როგორც წვრთნელი, როგორც ბოდიბილდერი, როგორც უბრალოდ ფიტნესით დაინტერესებული ადამიანი, რა იყო შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევები ამ გზაზე? ანუ რისი გადალახვა მოგიწია, რა სირთულეები იყო იმ გადმოსახედით, რომ აი ვინმე ახლა თუ დაინტერესდება და თუ უნდა რომ ან პროფესიონალურ გზას დაადგეს, ან უბრალოდ ფიტნესით დაინტერესდეს მარტივად, რა გამოწვევების გადალახვა შეიძლება მოუწიოს შენი მაგალითით რო აიღო. ხო, მოდი, ჩემ მაგალითსაც გეტყვი და ზოგადი პრინციპიც რაღაცა მინდა რომ გავაერთიანო. ჩემ მაგალითი ალბათ მაინც მე ვიძახი რომ მარტივი გზა და ბუნებრივი გზა იყო, იმიტომ რომ ტრავმით მოვხდი სამჭიდის მიმართულებით იდეაში ხერხემალის სერიოზული პრობლემა მქონდა, მალები მქონდა გაბზარული და ნუ რეაბილიტაციის შემდეგ ანუ აი რაღაცა უფრო ეხა მოდი გააგრძელე ცოტა ძლიერად უნდა ივარჯიშო, ოღონდ გზა ესე არ მიჩვენეს და ნუ აი გადავწყვიტე სამჭიდი. რომ რაღაცა დავიწყე ესე ძალისმიერი ვარჯიში და ჩემი ხერხემალი გაიმართა სკოლიოზიდან უცებ წამოვედით აქეთკენ რაღაც 5 გრადუსამდე მქონდა ბოლოს გადახრა. ნუ მივხვდი რომ ეს მშველის. ნუ მე რა თქმა უნდა ამაზე პასუხები მოგვიანებით გავეცი ყველაფერს. შემდეგ იყო ის რომ ხა ფიზიკურად მთელი ცხოვრება აქტიური ვიყავ 3 წლის ასაკიდან, ალბათ მამა ჩემის როლი არის უდიდესი, რომელიც აი ესე ლეკვივით დამარბენინებდა თვითონ როცა აქ იყო, სულ დავყვებოდი ხოლმე, სულ ვარჯიშობდი და თვითონ ფიტნეს მიმართულებაში ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა და აი ესეთი წინაღობა, რასაც წავაწყდი, იყო ის რომ რაღაც ეტაპამდე, ანუ ინტერნეტის გარეშე სამყაროში ვცხოვრობდით, ხო? ნუ სამჭიდში პრიზიორი ვიყავი, საქართველოს ჩემპიონი ჯუნიორებში ის და რაღაც წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, რომ იქ რაღაც კარგად ერკვევი ამ მიმართულებებში, კარგი ხარ და ნუ ერთხელაც რო გადავწყვიტე, რომ მინდა ამ სფეროში პარალელურად დავბრუნდე,
უცებ მეუნებიან, სერტიფიკატს რო თავი დავანებოთ, იცი შენ სოციქსელში შემოვედით და ერთი რომ ინსტაგრამი არ გაქვს. ეს 2017-იან 16 წელი აღარ მახსოვს და მეორე, ანუ Facebook-ზე რასაც ხედავთ, სულ გიტარით ჩოხით ხარ. ანუ დარბაზთან ჩაგივლია საერთოდ? ხო და ჩემთვის იყო ეს აი როგორი ის იყო, იცი, შოკის მომგვრე, ანუ მოდი მკითხე რა ვიცი, მაგრამ სანამ მკითხავ, ანუ ეს მომენტი იყო, რომ მე შენზე რაღაცა CV უნდა მქონდეს სოციალური ქსელით. რა თქმა უნდა, მარტო ეს არ არის განსაზღვრელი, მაგრამ ის რომ მკითხვა არ დამისვეს პირობითად მე რა ვიცი, ეს ჩემთვის იყო ცოტა იმედგაცრუება რა. და ყველას ვინც მოდის თუნდაც აი ცნობების სული ვისაც აქვს, ყველას ვეუბნები ამას, რომ ეს არ არის მოკლე გზა. რომ დღეს რაღაცა გავიარე, დღეს რაღაცა ვისწავლე, დავიწყე დარბაზში მუშაობა და დავჯექი იმაზე, რა ქვია, ტრენაჟორზე და მოდის მომხმარებელი ჩემთან. არა, ეს არის ძალიან გრძელი გზა, სადაც უნდა იპოვო ჯერ ერთი შენი კონტენტი, შენი მიმართულება, შენი ინდივიდუალური მიდგომები, შენ რა შეგიძლია რომ გაყიდო, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთანგანი ვართ ინდივიდები. ანუ რაც მუშაობს ბაჩოს შემთხვევაში ბუნებრივად, ის ვერ იმუშავებს ნაციის შემთხვევაში პირობითად, ხო? იმიტომ რომ მე ესეთი ვარ. მე ჯერ უნდა ვიპოვო ჩემი თავი დარბაზში, როგორი ვარ და უნდა ვიყო ბუნებრივი. არ უნდა მჭირდებოდეს ხელოვნურად ბევრი რაღაცის თამაში. ცოტათ ყველა ვთამაშობთ, მოდი ვთქვათ, ცოტა მსახიობები ყველანი ვართ, მაგრამ თუ მე მომიწია რომ სულ 24/7-ზე ვარ არაბუნებრივი და ვბაძავ ვიღაცას, უკვე პრობლემაა. და მეორე მომენტი. ადამიანების უმეტესობა დღესაც სხვათა შორის და მათ შორის უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანებს, როგორც სპორტსმენებს და ამ შემდეგ, ცდილობენ რომ კონტენტი წაიყვანონ სხვისი დაკნინების ხარჯზე. აი ტრენერები, რომლებიც ამას გეუნებიან რაღაცა მე არ მესმ, მოდი ახალი მითხარი, შენი სათქმელი მითხარი, კაცო, ის გავიგე, ან არ გავიგე და არც მაინტერესებს. შენ მითხარი რას მთავაზობ, შენ რას ყიდი ეს მითხარი. და აი არ ყიდი, უბრალოდ საინტერესო მითხარი. და როგორც წესი, ანუ სკოლაში ვასწავლი ხოლმე, რომ შენ სოციალურ ქსელში რო დაიწყებ რაღაცის კეთებას, სხვისი დაკნინებით არ დაიწყო. შენი ახალი სათქმელი თქვი, დღეს არ გაიყიდება, ხვალ მოგისმენენ. ბევრს ეგონა ახლა სკოლას რო აკეთებდი, რომ ანატომიას ეგეთი სიღრმით რო გაყვები, იცი, მათ შორის ჩემს უახლოეს ადამიანებსაც ესე ეგონათ, რომ აი ესეთ დონეზე არავის არ უნდა. მოვა დრო და მზად იქნება აუდიტორია ამ ყველაფრისთვის. დღეს ეხლა სპორტულ ნუტრიციოლოგიაზეც აი რაღაც ისე არის, ხო, ბევრისთვის უცხოა და გემოს გასინჯვა უჭირთ, მაგრამ მოვა ამის დრო, როცა ამისთვის მზად იქნება ყველა და ყველამ უნდა აკეთოს, თავისი სათქმელი უნდა თქვას და ახალი უნდა თქვას, იმიტომ რომ ამ სფეროში ახლის თქმა, რავი, არ გამოილევა, იმიტომ რომ ფეხ მიყვება მედიცინას, სპორტულ მედიცინას, ნუტრიციოლოგიას და ამ თავის მომიჯნავე სფეროებს რა. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. რა გითხრა, ძალიან სიღრმეში შევედით და სხვათა შორის ეს რო თქვი რომ სხვისი დაკნინებით იწყებენო მაგაზე ძალიან ესე გულზე მომხვდა, იმიტომ რომ ბევრია უკვე ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წამოვიდა ეგრე რომ აი სხვის მაგალითზე და უარყოფითი საუბრით ცდილობენ რომ რაღაც ისქნან რა. ალბათ ისევ იმიტომ რომ ეგ უფრო მარტივად ყურადღების მისაქცევი არის რომ ცუდზე საუბრობ თუნდაც. მე ეხა ძალიან ესე არ დავიწყებ ჩემს თავზე ეს საუბარს, მაგრამ სულ მაგას ვცდილობ, რომ აი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო თუნდაც. პლუს ყოველთვის ვცდილობ, რომ თუნდაც მომხმარებელი დავტოვო 3 თვით მაინც, რომ ჩემგან რო წავა, აზრზე იყოს რას რატო შვებოდა და კვებაში რას რო, ანუ ცილას რო იღებდა და ნახშირწყალს განსხვავება იცოდეს რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოსულა ტრენერისგან, აი 6 თვე ვივარე ტრენერთან და ტრენაჟორთან რომ მიყავს არ იცის რის ტრენაჟორია. არ ესმის როგორ მუშაობს თუნდაც და ეგეთი რაღაცები მე არ მესმის და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, ანუ 3 თვის მერე შენ თუ არ იცი ზურგის ტრენაჟორი და მკერდის, ანუ შეიძლება ვიზუალურად უცებ ვერ ნახო, იმიტომ რომ ბრენდი სხვადასხვა იყოს, მაგრამ მოძრაობას რო გააკეთებ და ვერ ხვდები რომელი კუნთის მოძრაობას აკეთებ. ტრენერზე არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ ფაქტი არის, რომ
ანუ აი უბრალოდ დაყავდა ეს ხელი ეკიდა ბაღში და როგორც ბაღში დაყავთ ბავშვები ისე დაყავდა და ეგეთ რაღაცებს მე მართლა ემოციურად განვიცდი ხოლმე, იმიტომ რომ ჩემგან რო წავა მომხმარებელი, არ მინდა რომ როგორც მოვიდა, ისევ იმ ინფორმაციით წავიდეს, თუნდაც 5 კილო მოიმატოს ან დაიკლოს. და მიხარია რომ მაგას ხაზი გავუსვი თუნდაც, იმიტომ რომ ყველას უნდა ქონდეს ეს ინდივიდუალიზმი ჯერ ერთი, ჩემის არა მხოლოდ ჩემი და შენი აზრით მგონია და პლუს ყველა უნდა იცადოს რომ საქმეს რო აკეთებს, ანუ ის გაიაზროს რომ ის თანხის ნაწილს რო თავი დავინებოთ, დროს ხარჯავს მაგ თანხის გამოსამუშავებლად და თავის სხეულს მთლიანად შენ განდობს და შენ მინიმუმ პასუხისმგებლობით უნდა მიეპყრო და მადლობა იმით გადაუხადო, რომ მაგ ის 1 საათი ყურადღება ისე მიაქციო, როგორც კომფორტულად რო იგზნოს თავი შენთან რა. იმას უყურადღებობას რო თავი დავანებოთ, თუნდაც საუბრის ნაწილში. მე რო არ მესაუბრებ, გრძნობ შეიძლება ჩემი ტიპაჟი არ არის და ვეუბნები რომ ანუ რამე ხო არ გიჭირს ან რამე ხო არ გჭირდება ვით საუბროთ იმ 1 წუთს შესვენებაზე თუნდაც რა, როცა იყურები და ანუ რაღაცას უყურებ, ანუ მოდი მე მიყურე და ვისაუბროთ, კი? თუნდაც რა. მე რომ მიყვარს ეგ მინდა ხოლმე რომ მეტი ინფორმაცია მომცენ, რომ აი იქნება უფრო მეტად დავეხმარო რა. ვისაუბროთ თუნდაც ეხა კვებაზეც გარკვეულწილად, ნუ სპორტულ ნუტრიციოლოგიას ცოტა ხაზი გავუსვით და ეს ეხა სპორტულ ნუტრიციოლოგიაში ვერ შევალთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიღრმე არის ეგ. მაგრამ ნუ მყავდა აქამდე სტუმარი, რომლის ეპიზოდიც მალე დაიდება, უშუალოდ ენდოკრინოლოგი, რომელიც ცოტა სხვანაირად საუბრობს მაგ ყველაფერზე. გულწრფელად რო თქვა, ექიმებთან კომუნიკაცია ყოველთვის რთული მაქვს, იმიტომ რომ ცოტა სხვა თვალით უყურებენ ყველაფერს. და სპორტსმენს რო უყურებ, ვინც კვება და ნუტრიციოლოგია იცის, ის შედარებით სხვა თვალით უყურებს, იმიტომ რომ იმან იცის მის სხეულზე და სხვების სხეულზეც ეს ყველაფერი გაუვლია რა. კვების გადმოსახედით, კვების ჭრილში რო ვთქვათ, ზოგადად, როგორც თუნდაც ფიტნესის ჭრილში ვთქვით, რა არის ის ნაწილი შენი მაგალითითაც რო ავიღოთ, რაც ყველაზე გამოსადეგი ინფორმაცია ადამიანისთვის, არ გვინდა ეს შეცდომებზე საუბარი, შესაძლებლობებზე ვისაუბროთ უფრო, რა არის ის, რაც დღის ჭრილში ადამიანს გაუმარტივებს ჯანსაღ ცხოვრებაში ნაბიჯის გადადგმას და არ შეახედებს ისე, როგორც ეხლა უყურებენ უმრავლესობას, რომ აი მე ბრინჯი უნდა ვჭამო. ან ასე შემდგომ. თუნდაც მე ნათიას ვიდეოები რომ მინახავს, იქიდან ვიცი, რომ არ საუბრობს კვებაზე, როგორც მოდი ბრინჯი ჭამეთ ან ფილე და მორჩა. რასაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ რა, პროფესიონალს მას შემდეგ ვეძახი ჩემ თავს, როცა ფილე მოხარშული ბრინჯი და კვერცხი ამოვიღე, მაგრამ ცილას მაინც ვიღებდი. თუნდაც რა, იმიტომ რომ ჯანსაღი კვება ჩემი აზრით არ არის მარტო ეგ. ჯანსაღი კვება არის შენ რომ ბედნიერი ხარ, კვებთან როცა გაქვს თუნდაც საქმე დარბაზში იტანჯები გარკვეულწილად იმის მიუხედავად რომ ლაითად მიყვები. მაგრამ ქსიამოვნებს. კვების დროს არ უნდა იტანჯებოდ წესით, ხო, ბედნიერი უნდა იყო. მაგას რო შევეხოთ. ხო. ეგეც რთულია, ვიცი. და ხო, რთული თემაა, მაგრამ პირველი, ანუ აი ტიპაჟებად დაყოფა ხდება ხოლმე, ხო? ადამიანი, რომელსაც რაღაც კვებითი აშლობა მაქვს, როგორც წესი, ეს ტერმინი ძალიან ისეთი პოპულარული გახდა. კვებითი აშლობა ყოველ მეორეს. სქესივით არის უკვე რა. კვებითი აშლობა და მოდი ესე ვთქვათ, ალბათ დამოკიდებულება საკვების მიმართ, რომელიც გინდა არ გინდა, ანუ დღეს ვარ ჩვენ სამყაროში, სადაც აი ავსკროლე, ყურს მოხდა და ილექება ეს ქვეცნობიერში რა. რომ შაქარს ერიდე, იმას ერიდე, ამას ერიდე, იმას ერიდე, ამას ერიდე და ნუ ილექება და ნუ ნახშირწყალი არის დემონიზირებული პირობითად. ამ დროს ახლა ეს ინფორმაცია რომ მოისმინოს ადამიანმა, რომელიც ბიოლოგიას სწავლობს, ხო? და აი იმისთვის ეს არის როგორი აბსურდი, იცი? გეტყვის რომ სიცოცხლის საწყისი არის, რავი, შაქარი რა, კარბონზე დამოკიდებული რა იტყვის. იმიტომ რომ ნუ არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, იქნება ეს რავი, ხვლიკი, ადამიანი, ბალახი, სადაც ანუ 4 ნუკლეოტიდი გვაქვს საერთო. რომლის ფუძეში არის დექსორიბოზა, ხო? სადაც ანუ შაქრის ფუძეა. და ეს ტიპაჟები ვართ, ანუ ენერგია მოდის აქედან. მარტივად აი ესე რო ვთქვათ, არ უნდა მოხდეს დემონიზება, მოდი ვთქვათ, ფერმენტირისი არ გვაქვს. ეს არის ტრანსცხიმი, რასაც ვერ ვინელებთ, ჯერჯერობით ევოლუციურად არ მოყვება და მეორე ეს არის რა, დამატებული შაქრების მიმართ სიფრთხილე. თორე ვერ ვინელებთ, ვინელებთ, სპორტსმენები გადასარევად ვინელებთ მით უმეტეს, ხო?
მაგრამ აი ამ ორ კომპონენტზე, როდესაც გაკეთდება მარტივ შაქარზე, ხო, ეხლა ნახშირწყალი რო არ ჩავშალოთ, ხო, ეხლა გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა და ასე შემდეგ რო არ ჩავიდეთ, მარტივად რო თქვათ, ეს არის რომ პირველი ტრანსცხიმისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ვთქვათ, რომ ტრანსცხიმი არ მინდა, ანუ წარმოებული ცხიმი, რაცაც ქვია, ეს არ მინდა და მეორე, მოდი თავი შევიკავო მარტივი სუფრის შაქრისგან. დანარჩენი მივირთვა ისე, როგორც ვგრძნობ. პირველ ეტაპზე ესე დავიწყოთ. არ მოვახდინოთ დემონიზება საკვების, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია, რომ პირობითად დეფიციტში თუ მოექცევა, თუნდაც ნახშირწყლის. ამით თავის ორგანიზმს რაღაცა კარგს გაუკეთებს და სამწუხაროდ პირიქით. რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმები. და იდეაში ეგ მომენტი მაქვს მეც, რომ რაღაცის ეს დემონიზება, კარგი ტერმინი გამოიყენე, არ ვეთანხმები, ჩემს მომხმარებლებსაც დარბაზში ზუსტად მაგას ვეუბნები რა. წინაზეც ეგ ვთქვი, რომ ანუ დარღვევის ნაწილში თუნდაც თუ გრძნობ რო აი გჭირდება, ეგეც არ ნიშნავს დასასრულს თუნდაც რა. ან თუ გრძნობ რომ აი სადღაც მოხვდი, შეჭამე ერთი ნაჭერი ნამცხვარი, ანუ არ კვდები მაგით, არაფერი არ იცვლება, არ პაუზდება, მაინდა-მაინც შენი შედეგი ისე როგორ შენ გონია, ან თუნდაც რაღაც მომენტში რომ აი რო იციან რომ კარგად შევჭამე, ანუ ორი თვე რო ადამიანი კვებას დაიცავ, ჯანსაღად მიდიხარ და ერთი კარგად ჭამის გამო დეპრესიაში ვარდები, ეგ პირიქით, ეგ სტრესი უფრო დაგტანჯავს, ვიდრე ის რომ ის რაღაც თუნდაც მივირთვი რა. დამოკიდებულება, ნახე, აი ნუტრიციოლოგიაში არის ესეთი დამოკიდებულება, აღიქვი გემო, სტრუქტურა, ფერი, დამოკიდებულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ღვინოზეც მაგალითად ალკოჰოლი რო ავიღოთ, ხო? ნუ ალკოჰოლის მეტაბოლიზმით ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში მივყავართ კრეფსის ციკლამდე და შეიძლება ენერგიად გარდაიქმნეს და შეიძლება თუ არ ეს ფერმენტი არ იმუშავებს, ასეთ შემთხვევაში პირიქით, მაგრამ მოდი ეს შევხედოთ რა. სოციუმში როდესაც მე ვარ, ჩემს მეგობრებთან ვარ და არ დავлеვა რა. ანუ ამითი მე უფრო მეტ ზიანს ვაყენებ ჩემს ორგანიზმს თუ რაღაცა დოზით ალკოჰოლი რომ მივიღე და ცოტა განვიტვირთე, მეტი ვისაუბრე, დავიცალე, ხო? კარდიოლოგი გეტყვის რომ არ არსებობს დოზა ალკოჰოლის, რომელიც შეიძლება რომ მიიღო, მაგრამ სხვა სისტემებზე მომუშავე ადამიანს ენდოკრინოლოგი გეტყვის მაგალითად, რომ იცი რა, ამ დროს შენი კორტიზოლის დონე თუ რაღაცა ნორმაში ჩამოვიდა, რაღაცა კი ბატონო. სხვა ანუ ყველას თავისი შეხედულება აქვს, ხო? იგივე ხან რაც შენ თქვი, რომ ექიმებთანო ცოტა ყველაზე მეტად მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ ნახე, ნუტრიციოლოგია რაც ვახსენეთ, მედის ნუტრიციოლოგია, კლინიკური ნუტრიციოლოგია, იქ სხვა წარმოდგენებია. ისინი სწავლობენ, მოდი ვთქვათ, ჯერ ერთი ნაკლებად სწავლობენ, მაგრამ თუ სწავლობენ იმას, რა ჭირდება პაციენტს. იმისთვის რომ რაღაცა პოსტოპერაციულად წამოდგეს და იაროს, პირობითად. მაგრამ ისინი არ სწავლობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც არის თითქმისკენ მიმართული, რომ მივიდეს დარბაზში რაღაცა აწიოს, დაწიოს, ან გაიქცეს, გამოიქცეს, იმას რა ჭირდება, ხო? პლუს კალორიასთან მიმართებაშიც, ხო? ანუ აქაც ესეთი ის არის, რომ ანუ ვინ შექმნა ეს კალორიები, ხო? კალორიომეტრი შექმნა ერთ-ერთი ის იყო, ხო, მეცნიერი ავსტრიელი, რომელიც თქვა, რომ კი მე შევქმენი ფერმერობისთვის და იმისთვის რომ გავიგო პირობითად ვაშლს ამ ღუმელში რომ შევაგდებ რამდენი სითბური ენერგია თავისუფლდება, მაგრამ ადამიანი არ არის ეს ყუთი რაშიც შეაგდებ ვაშლს და იტყვის ზუსტად რამდენს მოიხმარს. შესაბამისად ვართ იქ რომ ანუ კალორიაზეც არ არის ზუსტი მეცნიერება. უბრალოდ რაღაცა საზომად გვაქვს აღებული მარტივად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში კილოჯოულებში უნდა დავითვალოთ ენერგია. რისი დათვლაც ღირთული მათემატიკაა და მოდი შემეშვი რა. მე ყოველთვის უფრო ხშირად ვითვლი ხოლმე მაკრონუტრიენტებით. ბევრად უფრო მარტივია და თუ აი სპორტით პროფესიონალურად არ მიდიხარ, მარტივად ახსაქმელი არის რა. კალორიაშიც მარტივად ახსაქმელია, მაგრამ მე რო ვეუბნები რომ მაგ კალორიასთან ერთად სილაცხიმი ნახშირწყალი უნდა აკონტროლო, მე უკვე იბნევიან და პირდაპირ ვეუბნები რომ მოდი სილაცხიმი ნახშირწყალი ვაკონტროლოთ რა. ბევრად მარტივია და ბევრად პრაქტიკულია. კი და მაგას მივყვები ხოლმე უმეტესწილად თუ ძალიან რამე ეს წონის ძალიან ესეთი კორექცია არ გვჭირდება. მოდი ცოტა სპორტსმენების ნაწილსაც შევეხოთ, ცოტა სიღრმეს ჩავიდეთ უკვე იმ ხალხისთვის, ვინც უფრო პროფესიონალად უყურებს ამ ყველაფერს. შენ დასაწყისში ახსენე, რომ სპორტსმენმა ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღებაო,
უშუალოდ 12-ვე ნაწილს რა სხეულში. მაგრამ მაგ ყველაფერთან ერთად დღეს ანუ ძალიან ხშირი არის მე მოკლედ ვიცნობ ძალიან ბევრ კოლეგას, ტრენერს თუნდაც, სპორტსმენს რო თავი დავანებო, ვინც ეს მარტივად იძახის, რომ აი უკვე ბევრი ტრავმა მქონია და ეს გადამილახავს და რამე მსგავსი. რაზე უნდა კონცენტრირდეს პროფესიონალი? ან სპორტსმენი, ან უბრალოდ ინსტრუქტორი ზომაზე, ფორმაზე თუ რამე კიდე არის სხვა, რაზე კონცენტრაცია ჯობია ფიტნესის ჭრილში ყოველდღიურობაში, თუნდაც სხვას რომ მიაქციო ყურადღება, საკუთარ თავს რომ თუნდაც ტრავმებისგან ავიდოდოთ თავი, ან ხარისხი ბევრად უკეთესი გქონდეს, ვიდრე აი შეიძლება მე ვთქვა 15 კილო მოვიმატო, მაგრამ ხარისხობრივად ეგ 15 კილო არაფერში არ ვარგოდეს. ან ფორმებით ზომაში გავიზარდო, მაგრამ შინაგანად დაშლილი ვიყო. რა არის ის აი ოქროს შუალედი, ან ის ერთი ნაწილი, რომელზეც პროფესიონალი სპორტსმენიც ან ინსტრუქტორიც უნდა იყოს მოსწავლესთან ან თავის თავთან კონცენტრირებული, რომ აღვიქვათ, რომ აი ის სწორ გზას ადგას თუნდაც. სპორტსმენის შემთხვევაში მოდი ვთქვათ, რომ გააჩნია სპორტის სახეობას, მისთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ კონკრეტულად მისი სპორტის სახეობაში კონდეს მაქსიმალური შედეგი და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ამ სპორტში. და არის სპორტის სახეობა, მაგალითად ტანვარჯიში რო ავიღოთ, ხო, სადაც ვიძახით, რომ ნაადრევი სიბერეა რა, ნაადრევი სიბერეში იგულისხმება ის, რომ ანუ შეიძლება 26 წლის ასაკში კარიერა დაასრულოს. იქიდან გამომდინარე, რომ ყესების ცვეთა მათთან ძალიან დიდი არის, კუნთოვანი მასა საკმაოდ დიდია წელსებით, მაგრამ რის ხარჯზე ხდება? ანუ მათი კვების ნაწილი რო ნახავ, რომ იქ რეალურად ანუ არ არის დიდი რაოდენობით არც ცილა და არც ასე შემდეგ საკვები ნივთიერება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მექანიკური დაძაბულობა სულ აქვთ და ექცევიან დროის იმ მონაკვეთში თავისი დატვირთვებისას, სადაც კუნთი იძულებულია რომ ზომაში გაიზარდოს, ანუ ადაპტირდეს, მოერგოს გარემოს, იზრდება ზომაში. მაგრამ რის ხარჯზე? სამაგერად კოგნიტური ფუნქციები, ყესები, იოგები, აქ ხო, ნაწლავური სისტემა ასევე საშინელ დღეში აქვთ ხოლმე. შესაბამისად, ანუ უნდა გაითვალისწინოს სპორტსმენმა ის, რომ მისი ორგანიზმი არ არის მხოლოდ აი რაღაც 5 წლის განმავლობაში გათვლილი მანქანა, რომელიც იმუშავებს 5 წლის განმავლობაში და მერე всё. არა, აი რო დაასრულებს კარიერას, მერე იწყება. მერე იჩენს თავს, იმიტომ რომ აქ მუხტი მოყვება, ადრენალინი გაქვს, ხო? და მიზანი გაქვს, რომლისთვისაც აი თუნდაც ის ტკივილები რაღაცნაირად გათიშული გაქვს. გათიშული გაქვს გონებიდან, ზურგის ტვინიდან, ყველაფრიდან გათიშული გაქვს რა ეს ტკივილი და მიდიხარ ამ ბიზნისკენ. აუცილებლად, ანუ თუ ფიტნესზე ვსაუბრობთ, უნდა გაიმიჯნოს რა არის პირობითად ეგოლიფტინგი, რა არის პაუერლიფტინგი და ასე შემდეგ, ხო? რისთვის ვარჯიშობ. ზომა არ ვართ ჩვენ ყველა ერთნაირები. არის რაღაცა ბუნებრივი მოცემულობა, სხეულის კომპოზიცია, რამდენი კუნთი მაქვს. რამდენად არის ჩემი კუნთი ზრდისკენ მიდრეკილი. რამდენი მაქვს ეგრეთ წოდებული თეთრი და წითელი ბოჭკოები, იმიტომ რომ აქ თავიდან ბოლომდე ჰიპერტროფიის ნაწილი არის თეთრი ბოჭკოები, ხო, სადაც ნაკლებად არის მიოგლობინი დიდარი და წითელი არის მეორე, რომელსაც აქ სულ რაღაც 2 ჯერ ზრდის პოტენციალი თეთრს აქვს, 6 ჯერ ზრდის პოტენციალი მასაში, ხო? ეხლა ბოლო კვლევები, ახალი კვლევები რო იდება, ანუ ზუსტად ეს ჩანს, რომ ანუ ჰიპერტროფია მნიშვნელოვანია, ჰიპერპლაზია ხდება, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი, ამას ვერასდროს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაინახავ, ესე გამოხატულ რეჟიმში. ჰიპერპლაზია მნიშვნელოვანია მარათონელისთვის პირობითად, ხო? შეიძლება ფეხბურთელისთვისაც გააჩნია საიდან სადგარბის. მაგრამ ჰიპერტროფიაზე ორიენტირებული ტიპი თუ ხარ, აქ გენეტიკური მოცემულობა თუ გაქვს იმის, რომ თეთრი ბოჭკოები გქონდეს, ოკეი, რეკრუტირება, გადაიბიროს, კაცმა არ იცის. ამიტომ ხო, ვსდიო ამას, რომ მე უნდა ვიყო, აი ხა ერთი ზომის ვარ პირობითად და შენსავით მინდა რომ მეც მოვიმატო. თუ არ მაქვს ამის მოცემულობა, ვერ მოვიმატებ. თუ რაღაცებს არ დავახმარ სხვას. ამიტომ უნდა აღვიქვათ რანი ვართ, შევიყვაროთ ჩვენი სხეული ისეთი როგორიც არის და მასე მორგებული ვარჯიშები ვაკეთოთ. ვერასოს ვერ იქნება, თუნდაც გოგონების შემთხვევაში იგივეს ვაწყდებ. აი იმას რომ ესეთი მრგვალი საჯდომი აქვს, იმას აქვს ესეთი მრგვალი საჯდომი და შენი ცოტა სხვაგან არის მიმაგრებული. თეძოდან დაწყებული, ბარძაყის ძვალზე და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყველას ერთნაირი საჯდომი ვერ ექნება, ყველას ერთნაირი ვეფორმა ვერ ექნება.
უნდა შევიყვაროთ ჩვენი სხეული ისეთი როგორიც არის და ვარჯიშოთ ისე როგორც გვინდა და პლუს სულ გვახსოვდეს რომ ნებისმიერი ვარჯიშის დროს თუნდაც ძალიან კორექტულად წარმართული ვარჯიშის დროს შეიძლება იყოს ტრავმის ალბათობა. უნდა გვახსოვდეს რომ კუნთს აქვს თვისებები. გაწევა, შეკუმშვა. გაწევის ფაზა თვისებაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ კუნთი იქნება სულ ჰიპერტონუსში. ამიტომ ყველა კომპონენტი თეორიაში რაც გვესმის, რაღაცნაირად უნდა გადმოვიტანოთ პრაქტიკაში, არ გამოვტოვოთ. იმისთვის რომ ხანგრძლივად ვიყოთ დიდხანს. ესეთი კითხვა არის ხოლმე, რომ რას ფიქრობთ იოგაზე და პილატესზე? არ ვფიქრობ მე. იოგაზე და პილატესზე უბრალოდ ვიცი რომ ძალიან კარგი არის. იოგა გეუბნება, იოგებისთვის ძალიან კარგია სასუნთქი სისტემა, ბევრი რაღაცისთვის. პილატესის და ლიმფოდრენაჟისთვის, ლიმფური სისტემისთვის, პლუს ხერხემალი, სადაც ერითროციტები, ლეიკოციტები, ახალგაზრდა თრომბოციტები წარმოიქმნება ზუსტად ამ ტიპის ვარჯიშების დროს. შესაბამისად, სადღაც უნდა მქონდეს მსგავსი ტიპის დატვირთვა ჩართული. არ ჩავრთავ და საერთოდ არ წარმოიქმნება, მაგრამ რატო შეხო სპორტსმენი ხარ? მეტი წყარო მიეცი. არ არიან სულელები ის სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, რომლებიც სპორტულ პილატესს აკეთებენ. და სპეციალური დანადგარები არის, ხო? პილატესის დანადგარები და ვარჯიშების სისტემა შედგენილი. რატო ზედმეტია მათთვის არა? 22 წლის ბიჭი დგას და პილატესს აკეთებს, ოღონდ სპორტულს. მესმის და როგორც წინა კითხვებზე პასუხებში ეხლაც გეთანხმები და იდეაში გამიჩნდა ესეთი კითხვა შენთან პირველ რიგში ძალიან დიდ პატივს ვცემ ისეთ ხალხს, ვინც საქმეს არა მხოლოდ პროფესიის გამო გადმოსახედით უყურებს, არამედ სიყვარულით. და ეგ იგრძნობა, რომ ამ სფეროში შენ იმიტომ არ ხარ მარტო, რომ პროფესიულად განვითარდი, შინაგანად საუბრის დროსაც გეტყობა, რამდენად გიყვარს ეგ ყველაფერი და რამდენად გსურს, რომ ხალხმა გაიგოს. იოგაზე ყავდა ბატონი გიორგი ბერძენიშვილი, რომელსაც დაუსვი ეგ კითხვა, იმიტომ რომ მასთანაც იგივე ეს აურა გამოდიოდა მისგან. შენთანაც იგრძნობა, რომ ფიტნესის მიმართ არ გაქვს მხოლოდ პროფესიული სიყვარული, არამედ შინაგანად ეს ყველაფერი ძალიან მოგწონს. ეგ სხვათა შორის ვიდეოებიდანაც ჩანს, ახსნის ნაწილშიც. და ჩემი კითხვა იდეაში იქნება შემდეგი, რომ რატომ უშუალოდ რატომ არის ეს დამოკიდებულება შენი ფიტნესისადმი ესეთი? რა მოგცა ფიტნესმა? იქამდე ვისაუბრეთ, რომ რა გამოწვევები ქონდა, მაგრამ ეს სიყვარული ზოგადად იგრძნობა ფაქტია რა და რატომ გაქვს ესეთი ჟინის მომენტი, რომ მეტმა ადამიანმა ესე კარგად იცოდეს თუნდაც. შეიძლება ეგ ტიპაჟზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ ეგ სიყვარულის მომენტი საბოლოო ჯამში მე პროფესიონალ ნაწილში გადაიყვანე და პროფესიონალი მწვრთნელი თუ მასწავლებელი გახდი. რასაც დღეს ყველა ხედავს, რომ 12 რაუნდი ყველა მიცის ალბათ საქართველოში რა. და მაინტერესებს რა არის ამ ყველაფრის უკან ბაჩოს მთავარი რატომ? ხო, ალბათ სადღაც გაუცნობიერებელი პროცესიც არის რა. როგორც თქვი, მოდის იქიდან, რომ ბავშვობიდან სულ ფიზიკურად აქტიური ვიყავი და პლუს არის ძალიან დიდი პრაქტიკა მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი ალბათ, ვისაც კალათბურთის გუნდს ვავარჯიშებდი ფიზმომზადებაში და დინამოს დუბლების ფეხბურთელები 2000-იანი წლები არის, სადაც ხედავდი, რომ ადამიანებს ჰქონდათ ძალიან კარგი პროგრესი. აი, ჩემთვის მაგალითად ტრაგედია იყო იმ პერიოდში, როდესაც გამხდარი 2000-იანი წლებია, 90-იანების ბოლო არის, როგორ იცი, ფეხბურთელი არის გამხდარი მოხრილი. ესეთი უნდა იყოს რა. ესეთი მოცემულობა იყო და ამ დროს მე 98 წელს ესპანეთში მოხდი შემთხვევით და ფეხბურთელს უყურებ, რომელიც არის ათლეტი. და ჩამოდივა ქართულ ფეხბურთელს უყურებ, რომელიც არის დანგრეული, მოღრეცილი. და რაღაცა ეს ფიზიკური აქტივობები რო შემოთეთ, უცებ მოდის მეუნება, რომ იცი მხარი რო ჩავდგი სხვანაირად ნახტომი უფრო გაიზარდა. რაღაცნაირად ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე ხვდებოდი, რომ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ტიპი ბედნიერია. მე სპორტსმენებს რო შევეშვათ და ყოველდღიურობაში ადამიანებთან, რომლებთანაც ჰქონდა შეხება და თუნდაც ბავშვები უბანში, მე რო ვარჯიშობდი დილას დავრბოდი ხოლმე სპრინტებიც ჰქონდა მათ შორის, სამჭიდისთვის
ეს ბავშვები მომყვებოდნენ და რაღაცნაირად უბანი აი იმ ცუდ გარემოს მოწყდა და ეს ბავშვები რომ დამყვებოდნენ ამ ბედნიერ ბავშვებსაც ხედავდი. მერე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა ჰქონდათ და იმათთან ურთიერთობა, ანუ საბოლოო ჯამში დავინახე, რომ ეს არის ერთობლიობაში ერთი დიდი ბედნიერება რა. ვარჯიშის შემდგომი განცდები. თუ რა თქმა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში, ანუ ჩვენ ვიძახით ხო, რაღაცა სტრესი არსებობს 1000 თქვარი, ხო, მათ შორის პოზიტიურ სტრესს ვეძახით ხოლმე ვარჯიშს. მაგრამ არის კიდე ქრონიკული სტრესი. ანუ თუ ჩემი ვარჯიში არ გადავიდა იმ ფაზაში, იგივე ეხება შიმშილის ფაზებსაც, ხო? რომ თუ მე ორგანიზმი არ გადავიყვანე ქრონიკული სტრესის რეჟიმში, ანუ აქ შენ თვითონაც გრძნობ, რომ ანუ ძალიან კარგი შეგრძნება, ყველაფრის მიმართ მდგრადი ხარ. აქ ჰორმონალური სისტემა იქნება თუ სისხლის მიმოქცევა იქნება, ყველაფერი გამართულად ავტომატურად მუშაობს ესე. და იგივეს ხედავ სხვა ადამიანებთან. მე ის იმ ადამიანების უკავშირი არის, რომ ბიჭო 40 წელი რანაირად ვიცხოვრე, ისე რომ ამის შესახებ არ ვიცოდი. და არ ვიცი, ბუნებრივად გაჩნდა ეს სიყვარული, სტარტის დასახელება ძალიან გამიჭირდება. უბრალოდ ხვდები, რომ აი ავიღოთ ანატომიასთან დავუბრუნდეთ ისე, მინიმუმ 50% არის ჩონჩხის კუნთი, მინიმუმი რო ვთქვათ. ანუ ყველაზე დიდი მოცულობით რაც არის წარმოდგენილი ჩვენს ორგანიზმში, ანუ არის კუნთები, ხო? გლუკუნთებზე აღარ საუბრობ. ანუ ტყუილად არ მაქვს ესენი რაღაცა ფუნქცია აქვს. როგორც კი ჩაუღმავდები, რომ ეს ტყუილად არ გაქვს და მარტო გადაადგილება, აღზნებადობა, სითბოს თურმე კიდე რაღაცა მას ჭირდება იმისთვის, რომ ისაზრდოს, ხო? ჭირდება რა მოძრაობა და ამ დროს ჰიპოდინამიის ეპოქა გვაქვს, სადაც არ მოძრაობთ. როგორ ვიმოძრაო, იძულებული ხარ. დღეს რაღაცნაირად ყანაში არ ხარ, ხო? ანუ ადრე როგორც აი თოხი რო დავარტყი, არ ფიქრობდა ის, რომ თოხი დავარტყი და ეხა უგანიერესით და წინამხრით წამოვიღებ და ცოტა უკან არ გავიტანო, რომ დელტა და ტრაპეცია არ ჩერps, არ ფიქრობდა ამას, აკეთებდა და მოძრაობდა და ჩვენ ეხა გვიწევს ამაზე ფიქრი, რომ აი მსგავს მოძრაობას რო გავაკეთებ, რომ მოვკაჩავ კაბელს, იქ ფეხი ჩავრთო, ფეხზე ვიდგე თუ რა გავაკეთო. და ნუ ეგ არის ალბათ რომ ძალიან ბევრი ბედნიერი და პოზიტიური სახე შემხვდა ამ გზაზე ცხოვრების. მათ შორის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის და ვხვდები იმას, რომ ბავშვები რა და ეხლა 12 რაუნდში საბედნიეროდ ბავშვების ჯგუფზე ტევა არ გვაქვს კრივზე. და ხვდები რომ ეს ბავშვები რაღაცა აბსტრაქტულ ცუდს მაინც მოწყვიტეთ, ხო? რაღაცა 1 საათით თუნდაც გაჯეტს მოწყდა, რაღაცას მოწყდა რა. ხო და ნუ საბოლოო ჯამში მინდა რომ ერი ზოგადად იყოს ჯამრთელი. რა ფიზიკურ აქტივობას აირჩევს, ფიტნესი იქნება, ეს ძალიან ისეთი მომენტია. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უკვე უდრის ჯამრთელობას. ანუ ბუნებრივად, მარტივად რო ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმს ვასრულებინებ იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. საკვების მოსაპოვებლად აღარ მიწევს 12 კილომეტრი შუბით სირბილი და მშვილდისრით, მაგრამ რაღაცა გავივლი 2 კილომეტრს, თუნდაც იმ ბილიქზე, რაღაცას ავწევ, პადელს ვითამაშებ, ჩოგბურთს ბადმინტონს ვითამაშებ, არ აქვს მნიშვნელობა. წრეში ბურთს ვითამაშებ თუ გინდა. გავახსენდა სხვათა შორის პირველ რიგში ძალიან დიდ პატივცემ მაგას, ერთიურად გაიზარდა ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ ეგ დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ცოტა ადამიანში არის ეგ დამოკიდებულება, რომ თუნდაც ვიღაცას რომ მოწყვეტ და ეგ შენთვის სხვისი ბედნიერება რო გიხარი, ეგ მომენტი დიდი ხანია მე არ მაქვს, ეხლა ცოტა ხანია რაც გავიაზრე რომ სიამოვნებს და აი ზუსტად ეგ ხსენდება მამა ჩემი სიტყვები, აი ცელვაზე მელაპარაკებოდა ხოლმე ხშირად ეგრე, რომ აი ამ კუნთებს ამუშავებს და მაჩვენებდა აი სახელებით რო არ იცოდა რას ბავშვობაში რა და ეგ ის მოგონებები ამომიტივტივდა ეხლა ბაბუა ჩემის ეგეთ რაღაცეებზე იმას რო შვებოდა ხეზე მუშაობდა და აი ბოჩკებს რო აკეთებდა ხოლმე და ზოგიერთ მოძრაობას რო შვებოდა კუნთებზე მესაუბრებოდა ხოლმე რომ აი ამ დროს ეს შეიძლება დაგეჭიმოს, მაგრამ კუნთია და რაღაც და ეგ ისინი წამოიღო რა ვაიბები და ძალიან მიხარია. პირველ რიგში ძალიან დიდ პატივცემ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ შენი წარმატება უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა. და შემოვიფარგლები მიწურულისკენ ბოლო კითხვით, რა არის ის რჩევა ან გამონათქვამი, რომელმაც არ აქვს მნიშვნელობა პირად ცხოვრებაში, სპორტულ ნაწილში თუ თუნდაც 12 რაუნდის მასწავლებლობაში
შეცვალა ან ამოატრიალა შენი ცხოვრება სრულიად. ან რა გახსოვს მუდმივად, რომ ეს თითქოს შენზე ამან ძალიან იმოქმედა. აქ დედასთან მივალ ალბათ. ზოგადად ვიტყვი რომ ამ ნაწილში ალბათ ისე რა ვქო ტრადიციული ქართველი მამაკაცის ის მაგრამ ვიტყვი რომ ეს ჩემი არის ისეთი ცოტა ბრძნული გამონათქვამებით და ინტუიციის მქონე ადამიანი არის და კულტი ესე რაღაც გაფეთიშებული ის არ მაქვს მაგრამ მისგან ცხოვრებაში თუ რაღაცა რჩევა მიიღია ვიღაცისგან არის დედაჩემი მათ შორის ფრაზა ბანალური მოდი ესე ვთქვათ 100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი ანუ ალბათ სულ აი ესე თამდევს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სანამ რაღაცა ნაბიჯს გადადგამ, უნდა გაზომო. ეხლა ესე მარტივაჭრეს, მაგრამ თუნდაც გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ამ გადაწყვეტილებით სხვას ატკენ, თუნდაც ამ გადაწყვეტილებით ვიღაცას პოზიტიურს მოუტან. ანუ მაინც 100 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მეორეს ვიტყვი რომ ესეთი ფრაზა, როგორც სუფთა ბიბლიური ფრაზაა, ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრით რა. რომელიც აი გულისხმობს რას რომ რა თქმა უნდა ეს ფრაზა არ გულისხმობს იმას რომ ესე ნუ გაცემ მარტო არა აქ არის ის რომ შენ უნდა იყო მზად რომ შეიძლება მთელი ცხოვრება მართალი საქმე აკეთო სწორი საქმე აკეთო მაგრამ ამის შემფასებელი დამფასებელი არავინ არ უნდა იყოს და რეალურად უნდა გიყვარდეს ესე იგი რასაც აკეთებ და თუ არ გიყვარს არ უნდა აკეთო გამორიცხულია ტანჯვა მე ხა პროფესიები სამი პროფესია მქონდა მოდი ესე ვიტყვი ხო ანუ იურისპრუდენცია რომელშიც საკმაოდ კარგი ვიყავი პლუს ფოლკლორში ვიყავი მთელი ცხოვრება მაგრამ აი ყველაზე მეტად რაც მომწონდა და რაც მიყვარდა ეს სფერო არის სადაც აი შემიძლია ვიცხოვრო და ვცხოვრობ ფაქტიურად ალბათ ეს ორი არის და მესამე ის რომ მოექცევი სხვას ისე როგორც არ გინდა რომ შენ მოგექცენ ანუ ეგ არის ჩემი საზომი ხოლმე და ალბათ რაღაც მომენტში გადაწყვეტილებების მიღების დროსაც ხშირად არ ვარ ხისტი ზუსტად ამ ფრაზიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა რომ თვლი რომ შეიძლება ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებდნენ იმიტომ რომ არაფერი არ შეიცვლება მაგრამ მაინც ვარ ხოლმე ლოიალური აი ეს სამი რაღაცა თეზისი არის რაც სუ ჩამესმის მთელი ცხოვრება ყურში ჩამესმის რა და რაღაცა აი ვცდილობ რომ აი ამ საფეხურებზე ერთიდან მეორეზე ისე გადავხტე რომ ეს ფრაზები სულ ესმოდეს და გავითვალისწინო რა. სამი ფრაზა ძალიან ესე ღრმა არის. შეიძლება ყოველდღურად გვესმის, ხა მეორე არ მესმის ეგრე ყოველდღურად ბიბლიურ ნაწილში სიმართლე რო გითხრა, მაგრამ დანარჩენები ყოველდღურად მესმის, მაგრამ ეგრე სიღრმეში ხშირად შეიძლება არ შევიდეთ რა. პირველ რიგში ის მომენტი არის რომ იმის თქმა მინდა რომ შენ რასაც შვები მინიმუმ იმ მცირეოდენ ხალხში მაინც მე რაც ვიცი დაფასებული არის და სხვებს ვისაც არ ვიცნობ ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია რომ ყველაფერი კარგად მიდის და ძალიან მიხარია რომ შენაირი ადამიანები ამ სფეროში მოღვაწეობენ და იმედი მაქვს რომ კიდევ დიდხანს იქნება და იმედი მაქვს რომ ისეთ ადამიანები შექმნი რომლებიც შენს მსგავსად ეცდებიან რომ აქ სფეროს როგორ გითხრა მოეპყრონ რა მადლობა შენ. ესე რეზუმესავით ვიტყვი მხოლოდ იმას რომ ვახსენე რომ 98 წელს ვიყავი პირველად ქვეყნის კარტი ესპანეთში თქვა და ანუ პირველად იქ ვნახე რომ დანამატსავდნენ. მე სულ მესმოდა ესეთი ფრაზა რომ უფრო რუსეთში მესმოდა რომ ჩვენ ვართ 10 წლით უკანო რა შტატებისგან. მე აღმოაჩერო რომ ჩვენ რამდენად უკან ვართ რა და ჩემი მიზანიც და მისიაც რატომღაც მგონია არის ის რომ სწორად დავანახო ეს სფერო ადამიანებს და ზუსტად ვიცი ხე რაც თქვი რომ შენი მოსწავლეები, ჩემი მოსწავლეები, ჩემი მეგობრების მოსწავლეები და ის ხალხი ვინც ამ სფეროში სწორი ხედვებით ტრიალებს დარწმუნებული ვარ რომ ბევრად მეც სიტყვის ვიდრე მე და ჩემს მოსწავლეებს კურსის ბოლოს ვეუბნები ხოლმე რომ დადგება დრო და რომელიმე თქვენთაგანის ლექციაზე სიამოვნებით დავჯდები და მოგისმენთ. აი ეს არის ჩემი რაღაცა ესეთი მიზანი რა. ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა წარმოვიდგინე ჩემს ლექციაზე როგორ მოდის ჩემი მასწავლებელი და ძალიან გამიხარდებოდა. იმედი მაქვს რომ ეგეთი დღეც მოვა. მე მიხარია ხოლმე ყოველთვის როცა ვსაუბრობ მასთან, არსენასთან და დარწმუნებული ვარ რომ შენთან დიალოგიც ყოველთვის ესეც სასიამოვნო იქნება. იმიტომ რომ ეს
დამოკიდებულება სიყვარულის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა არის რა. შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ ორ კვირაში ერთხელ ყოველ შაბათს 8 საათზე შეუძლიათ უყურონ პოდკასტ ბალანს და შეხვედრამდე. შეხვედრა